ყოველი ადამიანი უნიკალურია, ისევე როგორც მისი სულიერი გზა. არ არსებობს ორი ერთნაირი გრძნობა, ერთი და იგივე გააზრება, ან იდენტური სულიერი აღმასვლა. ჩვენი სული გზავნილი და ნათელი სხივია ამ სამყაროში, რომელსაც თავისი მიზანი, თავისებურება და ღრმა შიდა ბგერა გააჩნია. სულიერი ამაღლება ეს არის შინაგანი მოგზაურობა, არა გარეთ, არამედ საკუთარ თავში. ეს არის გზა საკუთარი სინათლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების აღმოჩენისკენ. ამ გზაზე ადამიანი გადის, განცდებს, კითხვებს, ტკივილს, მადლიერებასა და ჰარმონიას. და ყოველ ნაბიჯზე უფრო მეტად იღვიძებს, უფრო მეტად იხვეწება მისი ცნობიერება. ზოგი ადამიანისთვის სულიერი გზა იწყება ტკივილით, გარდატეხის მომენტში, როცა ცხოვრება თითქოს ინგრევა, მაგრამ ამ ნგრევაში იბადება ახალი, შინაგანი ძალა. ზოგისთვის ეს გზა იწყება სიჩუმეში, როდესაც ადამიანი თავად ეძებს ღრმა შინაარსს და იწყებს სამყაროს რბილი ბგერისა და სულიერი მელოდიის მოსმენას. სხვებისთვის კი ეს გზა იწყება სიყვარულით, როცა ისინი გრძნობენ რაღაც უმაღლეს, უსიტყვოს, მაგრამ საოცრად ძლიერს, რაც მათ გულს აღვიძებს. არავისი გზა არ არის უკეთესი, ან უფრო სწორი. ყველა გზა წმინდაა, როდესაც ის გულით, გულწრფელობითა და სიყვარულით არის განვლილი. სულიერი ამაღლება არ ნიშნავს სხვა ადამიანების გაწბილებას, ან ცნობი ცხოვრებიდან თავის დაღწევას. ის ნიშნავს სიყვარულით დაბრუნებას სამყაროსთან, მაგრამ ახალ დონეზე, ახალი შეგნებით. ჩვენს გზას ჩვენ ვევქმნით, ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ფიქრში, ყოველ ურთიერთობაში და რაც მეტად ვაცნობიერებთ ჩვენს ღვთაებრივ ბუნებას, მით მეტად ვიწყებთ მოსმენას იმ უხილავი ხელმძღვანელობისა, რომელიც ყოველთვის ჩვენშია. ყოველი ადამიანი ამ ქვეყნად ერთდროულად მოსწავლეც არის და მასწავლებელიც. ყოველი ტკივილი გაკვეთილია და ყოველი სიხარული კურთხევა. ყოველი სულიერი ამაღლება საკუთარ თავში დაბრუნებაა, ჭეშმარიტებაში, სიყვარულში, სინათლეში. ახლა შემოგთავაზებთ მცირე მედიტაციას. მედიტაცია ჩემი უნიკალური გზა. დაჯექი ან დაწექი მშვიდად და კომფორტულად. დახუჭე თვალები და ნელა ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. ისუნთქე ნელა, სიღრმისეულად. შეიგრძენი საკუთარი სხეული, შენი გული, შენი სული. იგრძენი, როგორ ეხება ჰაერი ნაზად შენს ფილტვებს და როგორ იფანტება დაძაბულობა თითოეულ ამოსუნთქვაზე. ახლა წარმოიდგინე, რომ შენს გულში გიზგიზებს პატარა, ნათელი, ღვთაებრივი ცეცხლი. ეს არის შენი შინაგანი სინათლე, შენი სულიერი ნაკადი, შენი გზამკვლევი. შეიგრძენი, როგორ ანათებს ეს ცეცხლი ნაზად, მაგრამ ძლიერად,
იგრძენი, როგორ გიბრუნდება სიმშვიდე, რწმენა, სიყვარული. თქვი გულში, ან ხმამაღლა. მე ვაღიარებ ჩემს სულიერ გზას. მე მივდივარ საკუთარი გულის ნაკადით. ჩემი გზა უნიკალურია და სწორედ ამიტომ არის მშვენიერი. ღმერთი ჩემშია, ჩემი ყოველი ნაბიჯის თანამგზავრია. მე ვენდობი ჩემს შინაგან ხმას. მე ვზრდი სინათლეს, სიყვარულს და ცნობიერებას საკუთარ თავში. მე მზად ვარ ავმაღლდე ნაბიჯ, ჩემი საკუთარი გზით. შეიგრძენი ეს სიტყვები, როგორც მსუბუქი ტალღები, რომლებიც ნაზად გეხებიან. შენში არაფერია შემთხვევითი. ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. შენ გახარ სწორ გზაზე. შენ ხარ სინათლეში. შენ ხარ სულიერი არსება, სიყვარულის წვეთი მარადისობაში. ღრმად ჩაისუნთქე და როდესაც მზად იქნები, ნელ-ნელა გაახილე თვალები. დაბრუნდი ყოველდღიურობაში, შინაგანი სიმშვიდითა და ადლიერებით. შენი გზა უნიკალურია. მისი სილამაზე შენს გულშია. მიენდე და შეაბიჯე ღვთაებრივი სიბრძნის ნაკადში, იქ სადაც ნამდვილი შენ ხარ. დაე შენი ყოველდღიური გზა, ყოველი შენი ნაბიჯი სინათლით, სიბრძნით, სიყვარულითა და სულიერი ამაღლებით იყოს გაბრწყინებული.